9 თამაზ გოგსაძე 11 გუნდის კაპიტანი გიგა ბერაია დაიწყო ამასობაში შეხვედრა და 17 ნომრით ნოდარ ქურცაძე ვლადიმერ ბურდული გახლავთ გუნდის მთავარი მწვრთნელი რაც შეეხება PSV-ს დღევანდელი სათამაშო ტურის მატჩი კესეუსთან ტურის PSV-ს დღევანდელი სათამაშო ტურის მატჩი კესეუსთან ტურის udაოდ ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება კეკელია პასი ალბათ საჭირო და საბოლოოდ გადის კიდეც გოლი udაოდ ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება კეკელია პასი ალბათ საჭირო და საბოლოოდ გადის კიდეც გოლი ნაკრები ფუტზალში 21, 22 და 24 დეკემბერს ჩაატარებს შეხვედრებს აქ ნაკრები ფუტზალში 21, 22 და 24 დეკემბერს ჩაატარებს შეხვედრებს აქ თოფურიამ გაატარა ბურთი ჭუმბურიძე რა კარგი დავა კარგი გადაცემა ობოლაძე შენება იქნება და თებერვლის შუა რიცხვებიდან განახლდება სეზონი მე-12 ტურით. აქ კი ვახტანგ კეკელია ახერხებს მეოთხე გოლის გატანას ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსის მხრიდან 0-4 და ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსმა ეს მატჩი შენება იქნება და თებერვლის შუა რიცხვებიდან განახლდება სეზონი მე-12 ტურით. აქ კი ვახტანგ კეკელია ახერხებს მეოთხე გოლის გატანას ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსის მხრიდან 0-4 და ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსმა ეს მატჩი შენება იქნება და თებერვლის შუა რიცხვებიდან განახლდება სეზონი მე-12 ტურით. აქ კი ვახტანგ კეკელია ახერხებს მეოთხე გოლის გატანას ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსის მხრიდან 0-4 და ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსმა ეს მატჩი კარგი შანსი დარტყმა კარგი შანსი დარტყმა კარგი შანსი დარტყმა ფერეჩიკიძე რა კარგი გადაცემა და 5-1 შაკოცინამო ახერხებს ფერეჩიკიძე რა კარგი გადაცემა და 5-1 შაკოცინამო ახერხებს დასკვნითი მატჩი 19 საათსა და 30 წუთზე იუჯისა და სეულს შორის. თოლორდავას გადაცემა კეკელია და დასკვნითი მატჩი 19 საათსა და 30 წუთზე იუჯისა და სეულს შორის. თოლორდავას გადაცემა კეკელია და